よっしゃ。うわー、美味しそうです。見えますか？いい。おちょっと見つけるんですよ。あら。僕全部差ししやまぐろ。あら、ის გაია. მომას დაულევრა. არა. კი. საშიშია. არა, საშიში. მოგდები მომლოდის გამო. აღმოისუნთქანი. მოკლედ ბობანდა შედიცვა. თავარია რომ თაკოდან აიყოს ბედნიერი და მეც ამით ვიქნები, ან ბედნიერი და ამაყი. თავისი დები და ოჯახი უკეთებს ამას და ეს მანჭევს უდიდეს ბედნიერებას, რომ ესეთი მხარდაჭერა ყავს თქვენი სახით გვერდით. 嬉しい？ノア会いたかったか？はい、ひなたも会いたくてよ。ノアが来たら何するの？ひなたは。これ遊ぶ。前みたいに？ねら。そして家で遊ぶの家で。イエイ！レッツゴー！みんなと仲良くしないといけないんだ。ワン。와우. მოდი შეხორჯო. რა ყვეთელი ხარ სახეზე? 카메라 왔었다.ママここでちっちゃい宴会をやりました。そして今みんなでこうやって食べます。こんにちは皆さん、テリチャンネルのテリです。いつも動画を見てくれてありがとう。今日はですね、お家にタメラの家族が来てます。タメラの旦那ニカは食にうるさい人で、ほとんど野菜食べないからタメラがいつも困ってますよ。だから今日はそのニカを私が日本の餃子で黙らせたいと思います。では餃子の作り始まります。レイパーも入れましたけど取るの忘れちゃった。ジョージア人はニンニクめっちゃ大好きなのでエクストラで出しますね。これを冷蔵庫に入れます。今から小麦粉、温かい水、そして塩で生地を作ります。水と小麦粉がまとまってきたらそれから10分ぐらいしっかりこねます。10分経ってから生地を冷蔵庫に入れて30分ぐらい休ませます。餃子の準備してる間にひなたとノアは動物の遊びしています。皆さんダフを冷蔵庫から取りました。そして今から始まります。餃子のシェイプね。ეს კარგი ცომია. გახსოვს ერთხელ პატარა იყავ, იმაში ხაშუში ვცხოვრობდით, ხო და ერთ ვედრაში მქონდა მწნილი კომპოსტოსი ჩადებული. ცალკე იყო ის ვედრა, მაგრამ არ ვიცი რატომ იამგვანე ნაგვის ვედრა იმ ვედრას და თელი ეს მოხვეტილი ნაგავი ამ წელში ჩაუშვი. მახსოვს ეგ. გახსოვს მართლა? მახსოვს კი. ხო ლიფტში გაიჭედა? აცზე მოწოვიდა, ხო ტელეფონს გაკაცი დაიჭირა, თორე ხო იცი ლიფტში არ იჭერს ტელეფონს და ვერ ვნახე და კარგულიყო გულა მოსკვნილი ამოჭრილი ხო ჩემი სიმღერის კრახია皆さんこんな感じですよね。私たちの綺麗な餃子半分のダフで37個の餃子ができました。
そして今はもう一度ハンド作りますね。აბა თუ შეგიძლია დედა შენ თქვა იაპონურ ენის გასატეხები. ნამა მუგი, ნამა კომე, ნამა თამაგო. ოღონ სწრაფად. ნამა მუგი, ნამა კომე, ნამა თამაგო. ნამა მუგი, ნამა კომე, ნამა თამაგო. ხო, სწრაფად თქვი. მეც აღარ ვიცი. ნამა მუგი, ნამა კომე, ნამა თამაგო. აბა თქვი. აკა მაკიგამი, აო მაკიგამი, კი მაკიგამი. აკა მაკიგამი, აო მაკიგამი, კი მაკიგამი. აკა მაკიგამი, აო მაკიგამი, კი მაკიგამი. მიდი აბა. ციყვი, ჭხვი, ხვლიკი. ციყვი, ჭხვი. Ja. ბასუგასუ ბაკუხაც. ბაკაც. აბა რა მომიგე, აბა მოკრა აბა. ატატაკა კატაცუმური. ატატაკა კატაცუმური. მოსკოვში今から役だけです。でもその前には子供たちを寝かせるためにこんな感じで皆さんめちゃくちゃいっぱい餃子できました。子供たちは寝ちゃいました。ひなたはここで寝てるのは別の部屋で寝ています。今日の餃子はめちゃくちゃいっぱいなので2つの鍋で作ります。入れましょうね。作るのはめちゃくちゃ時間かかるんですけど食べるのはあっという間だね。こんな感じでとても美味しそうに焼いています。私は多分日本に行ったら餃子の王将の店で働けるんちゃうめっちゃ作ってるよ。今から入れますね。皆さん今セサミオイルをかけるんだね。こんな感じでとても美味しそうに焼けました。今から皿で取りますね。全くついてないです。よっしゃ。うわー美味しそうです。なんかパリパリっぽい。ちょっとだけ焦げちゃったね。でもこれも別に見て皆さん結構サクサクだと思います。なんかそこでめっちゃ焦げそうに見えるんですけど本当はそんなに焦げてないです。დღეს გავაკეთე იაპონური საჭმელი, რომელსაც ქვია გიოზა. რაც მთავარი ინგრედიენტები არის შიგნით და ფარში შერეული. ცოტა უცხო შესახედაობა კი აქვს, ანუ ქართულ კერძს ვერ ვამსხავსებ ჯერჯერობით და მე ვნახოთ. აი ასე გამოჭრი ამ ფორმებს, ასე გადმოიღებ და ჩაით. ეს დამოუკიდებელი მქონდა, მაგრამ ხშირად რო არ ვიყენებ, მოვიწყდები. ამასაც თავისი სოუსი აქვს, მაგრამ აქ რადგანაც არ არის, შევიკავთ ხოლმე პონზუში. კი, პონზუს სოუსი პირველად შენთან გავსინჯე, ძალიან მომეწონა. ყველაფერზე ვჭამ საერთოდ. რაჟო ფიქრობ, რომ ხინკალში როცა ასხავთ მars, ეგეც ძალიან მოუხ. 皆さんはわかるのかな。前私はカメラのためにお土産持ってきました。そして今ニカが履いているシャツはユニクロのシャツです。როგორ მოგწონს? ძალიან კომფორტულია. სამხურშიც ხშირად ვიცვამდი, იმიტომ რომ ისეთი ქსოვილია, რომ ხო, არც დაგცხება და სპეციალურად წამოვიდე ეგეთები, რომ შენ რო ზღვაზე მუშაობ და რაღაცა. კი, აი, ძალიან კომფორტულია. იტადაკიმას. ცხელი არ იყოს, ფრთხილად ქენი. ძალიან გემრიელია. და პირველივე, ანუ გემოები წამიყვანა, ხინკალს მომსგავსებ. თვითონ ანუ ცომიც ისეთი მსგავსია ხინკლის. და ანუ ფარშიც ანალოგიურია. და გიჟდები ხინკალისზე მიყვარს. შეგიძლია ჭამო ბევრი. ეს პონზუს სოუსი, ანუ მაგიტო თქვი ხინკალს მოხდება მეთქი, ეხლაც ანუ პონზუს სოუსი ძალიან გემრიელია. ჭამე ბევრი რაც შეგიძლია. შენი ცოლი კი შეჭამს ბევრს რო წავიყვან. И皆さんまだめちゃくちゃ焼いてない餃子がありますので、今タメラそしてママも休んでいるから、みんな起きたらママとタメラの分も焼きます。მოვიდე მინდა. კი გადმოიღო ბევრი არის. ამას მე შევჭამოთ. გახსნი ამას ხო? კი. ცოტა მისხედროს. არა. მომეწონა. ეგ პირველად რო დავლიე იაპონური ლუდი, აი ძალიან განსხვავებულია. გემოებში არ გავს არც ერთ ქართულ ლუდს. そう、最近ニカは手術しました。キドニーストーンの手術。そして今まだ薬飲んでいるのでお酒はダメです。だから私と飲みますね。でもめちゃくちゃ我慢できなかったら一口だけあげますね。それも口に差ししやまぐろし。არა, ეს რიქით გაია. მე მიკაზეთ იარდალიო სო.
ამას დავლებდა. არა. კი. საშიშია. არა. მოგდები რომ ლუდის გამო. არა. კამპაი ნიკაური. ცოტა დამალები. მართლა იმ ექიმმა მითხრა რომ ანუ ცოტა არაფერს არ იგზავს. როდის გითხრა, ხლები შეგვიძლია. არა, მართლა მითხრა. ლუდის საერთოდ კაია იმისთვის. ახლა ეს საჭმელი ითხოვს ახლა ლუდის ახლა ხინკალს უხდება ლუდი ჩვენთან, ანუ ყველა სვავს ხინკალზე ლუდს. შესაბამისად, ხო, შესაბამისად ეს კერძიც რო გავს ხინკალს ლუდის გარეშე არ შეიძლება. უკვე მე რამდენი კერძს სინჯავი იაპონურს და ძალიან ბევრი კერძი გავს ქართულ კერძს. ლუდზე როგორ და მეც დავაიწყდა ჩაუცი ნიკას და მე გამახსენდა რომ ვაიმე ის არ გაკეთებული მე. არა, კი შეიძლება მითხრეს. აბა სამწუხაროდ სამსახურის გამო ვერ მოდის ნიკა ჩვენთან ერთად ამ წასვლაზე თორემ თორე დევიბლიდი ყველა შევჭამდი იაპონური საჭმელებს. ერთი ანუ შეკვეთა მქონდა ვოლტზე რომ მუშაობდი. იაპონელი ბიჭი იყო სხვათა შორის და იმასთან ხშირი კომუნიკაცია მქონდა. და ანუ თვითონ რესტორანმა ჩადო, ანუ ცუდ შეფუთვაში, ანუ კონტეინერი იყო, საიდანაც გადმოიღვარა და შეფუთვა რო დასწველდა, ეს კონტეინერი ანუ გამოვიღე აქედან, უნდა მივაწოდო თელიან მოპედზე ესე რომ გამოვიხე ან ჩერი რამე ჩამოიქცა და გული ისე დამწყლის გაფუჭდა თემას მე მეჭამა ის რამე თელ მოპედზე იყო მაკარონები გადმოსული და კვერცხი და რაღაცები ისე სული კონდა თან შიოდა მაგ დღეს ძალიან და სულ ვფიქრობ ხოლმე რომ მიიტანების და იგივე რაღაცების სამსახური ძალიან რთული არის მოშიებულზე რომ მიგა განსაკუთრებით შენ სამსახურზე მოგვიყევი რასაკეთებ ახლა სხვათა შორის ტერი ძალიან გემრიელია და მართლა აი ლუდთან ძალიან კარგად წავიდა ცოტა დამალევინი გიოსაზე მეტად მოგაშენ ლუდი გიყვარს ხო მე იმდენი ხანი არ დამილევია ჩემი ცხოვრება ისე აიწყო საზღვაოზე ჩავაბარე მაგრამ ან ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ მოახერხე დროებით გემზე წასვლა ძალიან კი მინდოდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა მაგრამ ნუ ესე მოხდა მე ცოლი მოვიყვანე შვილი გაგვიჩნდა და ესე გადამედო მე დროებით ან პატარა ქალაქია ქობულეთი და ისეთი სამსახური ვერ ვიშოვე დელივერის საქმე დავიწყე სახელმწიფო სამსახურში საქართველოს პოსტაში რაც ჩემთვის ან ძალიან მარტივი იყო და კომფორტული დროსაც ყველაფერს უთავსებდი შემეძლო შემდეგ მეორე სამსახურის შეთავსებას რადგან დელივერიზე მუშაობდი და გამიადვილდა ავირჩიე მიწოდება კიდე არის საჭმლის მიტანა ვოლტი. შემდეგ ქონდა ძალიან ბევრი უცხოელთან შეხება რა. ეგ სფერო კიდე იმიტომ მომეწონა რომ ერთ ადგილში არ ხარ ჩაკეტილი, მაგალითად ოფისში, გიწევს ხალხთან კომუნიკაცია და ანუ იაპონელების ნახე ქობულეთში. ხო. როცოროდნენ და რამოდენიმეს დაუახლოვ. ორ სამსახურს უთავსებდი ერთდროულად, ან ისიც თავისუფალი დრო მქონდა ძალიან ბევრი. შემოსავალიც მაგმაყოფილებდა ყველანაირად. რო და მე საფხულში ვანებებდი თავს, ჩემი ბიზნესი მქონდა, წყლის სკუტერი და ესე შემდეგ კატერი. ხო, ოპერაციის გამო ვეღარ მუშაობ. ოპერაციის გამო ჯერჯერობით ვერ ვახერხებ მუშაობას. ასევე რამდენიმეჯერ ავარია მომივიდა და ავარია მომივიდა, იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოში წესებს არიცავენ ერთი და მეორე რომ სკუტერით როცა მოძრაობ, სკუტერს არ აღიქვამენ როგორც ტრანსპორტად. კი. როცა მოპედზე ხარ ან სკუტერზე, ხარ დაუცველი. კი. მანქანასთან შედარებით. და შესაბამისად უფრო უპირატესობას ანიჭებენ. ჩვენთან კიდე პირიქით არავინ არ გაქცევს ყურადღებას და რადგან ხშირად მიწევდა, ანუ ორივე სამსახურში სკუტერით ზიარული და ხშირად დამამტვრიეს სამწუხაროდ, მაგრამ ღმერთსმადლობა უარესით შეიძლება მომხდარიყო. ერთხელ ძაღლებიც შეახტნენ და ძაღლებიც კი, ძაღლები ეგ არ ვიცი იაპონიაში როგორ არასები არ ხავდნენ. ანუ ძაღლები არ არიან. ანუ ქუჩაში ჩვენთან ბევრია ძალიან და კაი, ერთს ვერ ნახავ. ანუ ერთხელ ძაღლმა დამამტრია მოტოციკლეთზე და ერთხელ პირდაპირ ანუ გაქანებულ მოტოციკლეთზე შემახდა გამომჭამა ფეხი. კარგი მარჯვენა. ამომიცი ჭიქა ცოტა გეხვეწებინა. ცოტა სავისხაული. უნდა თქვა. შეიძლება. ბევრი არ შეიძლება მაგალითად. თავს დაბუჯერა. ხო, შეიძლება ულული. კამპაი. აღმოისმდა განიდა. ხოთა შორის ცომი არის ძალიან კარგად გაკეთებული. ანუ ეგ მომეწონა ხა თხელი ცომი რომ არის
შესაბამისად უკეთესად სხვება. ეს თებში რო სუმე ხო? ეს ხოთაშორის შენს ადგილზე დავფიქრდებოდი იმაზე რა ქვია, შეფსარეულობა. კი, აი, შენი რესტორანი. ეხლა ამასაც ანუ დიდად ხوارი ხმარობ კარგად, მაგრამ ჩემს მაგაცებში ბლატაობ მეთქი ასე და სიძი დავჭამ და სამსახურშიც რომ იყიდნენ მეთქი ესე უნდა. ასე და Yo Catalicava, gyoza ga hsky nattene. კონცეფტი ოფტაში გადავიდაო. ზოგადად ახლა ჩემთვის მაინც რაც ავანდა ჩინეთიდან მოდიოდეს და ამბობდნენ მაგას ჩემთვის მაინც იაპონურს. როგორ ეცეო? სოციალურად და კაია, კამპანია. იაპონიაში უწავალუთ წამომიღე იქედა. საბოლოო ეს სახელი უნდა დავმახსოვრე. საერთოდ არ იყიდება იაპონური მაღაზიების გარდა. და იქ მოდის ხოლმე, ანუ ერთი ადამიანის პორციას ეძახიან 6 ცალი გიოზა დევს ხოლმე. და ჩვენ ვუკვეთავთ 3-5 ადამიანის პორცია. 6 ცალი გიოზა დევს ასე რა. ეგარი ერთი ადამიანის პორცია. იქ ერთ ადამიანს 6 ცალი ყოფნის. ჩვენ რა ჭამთ რა ვიცი რა 30-20 ჭამთ. მე რა მომეწონა იცი? ესე შენ როგორ გქნა თქვენი. რო შეხვალ და ანუ თანხას გადაიხდი, რამდენი შეგიძლია გოგონი და ჭამ. ეგ არის ყველაზე მაგ ლუდიც ხომ შედის? სასმელსაც არის კი კი. მოსკდები. ხილი, დესერტები როგორც შოკოლადის ფონტანები. ჩვენ ხორ მილიარდელი მინდა ვიყო რატომიცი? ტერის დავისვდი ჩემი შეფსარეული იქნება და გავაკეთებინებდი იაპონურ კერძებს. არის შეფიქი რა ვია. არა, ანუ რატომიცი? გახსოვს რუსთავში რო ვიყავით, ტოსტი რო გამიკეთე, თაკომაც გამიკეთე ახლა, მაგრამ ვერ ვაწვინებ, უთხარი გებრიელი იყო, მაგრამ შენ რო ვაკეთებ, რაღაცა ისეთი ხელი გაქვს, რომ ძალიან ხელი მართლა განსაკუთრებული. ხო, აი, მაგრად გამოგდის რა. იმიტომ რომ მეც ზოგადად ნიჭიერი ადამიანი ხარ. ხო, რა გინდა თქვა ახლა მაგით? მე უნიჭოვა არის. ყველას თავისი ნიჭი აქვს ახლა. შენ სხვა სფეროში ახლა. მოკლედ ძალიან ნანოფ ახლა რომ ვერ მივდივარ სამწუხაროდ ჯანმრთელობის პრობლემების გამო. იაპონიაში არა და ისეთი სურვილი მქონდა თაკოსთან ერთად ვოცნებით და წარმომედგინა როგორ ბედნიერები დავსაიდნობთ იაპონიის ქუჩებში. უახლოეს მომავალში ერთ რამოდენიმე წელში ისევ დავბრუნდები ჩვენი ოჯახის ერთად ყველა წავალთ და ვიმოგზაურეთ იაპონიაში. ეგ სინანული კი არის ჩემი რომ ვერ მივდივარ, მაგრამ ბედნიერი ვარო ჩემი ცოლშვილი მიყავს, იმიტომ რომ ვიცი თაკო როგორ ოცნებობდა იაპონიაში წასვლას და როგორი ბედნიერი იქნება, იმიტომ რომ მოგზაურობა აბედნიერებს თან ყველაფერი აინტერესებს იაპონიის შესახებ და მეც ბედნიერი ვიქნები, იმიტომ რომ ყოველ წუთში ტელეფონთან ვიქნები თაკოსთან კონტაქტზე, რომ რასაც ნახავს და რა ემოციების დაეუფლება, ყველაფერს გამიზიარებს. როგორც ან თქვენც რო გადაიღებთ, ერთი სული მექნება, სანამ YouTube-ზე გამოვაქვეყნებთ, მანამდე მეც უნდა ვიცოდე და ჩემი ცოლშვილს რო დავინახავ, რომ ბედნიერია, ამითაც მე დიდ სიამოვნებას მივიღებ. და უფრო მექნება წარმოდგენები, რა შეიძლება ვნახო სამომავლოდ იაპონიაში და დავათვალიერო. ნოა კიდე ისეთი გიჟი არ ვიცი, ხალხს როგორ გააუცებს მისი გადარეულობით და ხმაურით. ან ნოასაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოეწონება და ძალიან გაოცდება, ანუ ქუჩების დაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან უყვარს გარეთ, არ უყვარს სახში, უყვარს შეირნობა და რაღაცა და ჯერა რომ ორივეს ძალიან მოეწონება. ხმაურებს იაპონია. კი, აი, ბოდიში, წინასწარ ბოდიში ჩემაშვილმა თუ შეგაწუხარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი იქნება, როცა ხმაურობს, ხმაურით გადმოსცემს მის ემოციებს და ძალიან ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება, ამიტომ რომ თაკოც ძალიან საინტერესოა და ნოაც იმედი მაქვს, რომ მომავალში ერთად წავალთ ყველა. ისევ ნანოფ ახლა თაკოსთან ვიტირე და კიდეც რომ ვერ მივდივარ. ყველაფერი შეიძლება უკეთესობისკენ. ესე მჯერა. მე მიყვარს საჭმელების, ანუ ახალი რაღაცის დაგემოვნება რა. და იაპონიაში კიდე ანუ სრულიად განსხვავებული ხო აი ეს კერძები იყოს მაინც კუნძულოვანი ქვეყანა და კუნძულოვანი და აი ზღვის პროდუქტებიც ანუ მეც ზღვასთან ხო ვცხოვრობ ზღვის პროდუქტებიც მაინტერესებს ახალ-ახალი გემოების მოძებნა რა ეს ლუდიც რო გავსინჯე ანუ სულ სხვა გემოები ქონდა შენ რა კერძებსაც მოჭო ანუ აბსოლუტურად განსხვავებულია ჩვენი კერძებისგან იმედი მაქვს რომ ტერის მაყურებლებით ძალიან ისამონებენ თაკოს ემოციებით და ესე რომ ვთქვათ, ან თავგადასავლებით. მოკლედ ბობან და შედიცოლი. კარგად გავერთობით. არ დავიკლებ. თავარია რომ თაკოდანო აიყოს ბედნიერი და მეც ამით ვიქნები, ან ბედნიერი და ამაყი. ყოველთვის აღნიშნავ რომ აი რასაც მე ვერ ვუკეთებ, თავისი დები და ოჯახი უკეთებს ამას და ეს მანჭევს უდიდეს ბედნიერებას, რომ ესეთი მხარდაჭერა ყავს თქვენი სახით გვერდით.
ではということで今日のビデオはここまでです。最後まで見てくれてありがとう。次のビデオでお会いしましょう。またねー。